33 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან ომში დაღუპულთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ტრაგიკული მოვლენები. 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედვარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეერაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არზიმბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ეგრეთ წოდებულმა აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ უხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე გაუხსნა ცეცხლი. აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეერაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300,000-მდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების პირებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10,000-მდე ადამიანი შეეწირა. მე სურს პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, იმ თავდადებულ ადამიანებს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო, ერთიანი საქართველოს და თავისუფალი საქართველოს გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს მომავალს და მათი თავგანწირვა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ჩვენ ვწუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი. ამისათვის ჩვენ ყველა ვართ მეტნაკლებად ჩართული იმ პროცესებში, რისი გაკეთების შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს.